დღევანდელ ვიდეოში მე და ივა ავალთ სურამის ციხეზე და განახებთ მის სილამაზესა და სიდიადეს. მოვედით სურამის ციხეში შესასვლელ კიბეებთან. ძალიან ძველებური კიბეებია და ავიდეთ. სურამის ციხე მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლში, სურამის ჩრდილოეთ ნაწილში. მისი აგების თარიღი ისტორიულად არ არის ცნობილი, თუმცა მე-19 საუკუნის ქართველი ისტორიკოსები მას ძველი წელთაღრიცხვით მეორე საუკუნით ათარიღებენ. ლეგენდის მიხედვით სურამის ციხის უძლეველობის ერთ-ერთი მიზეზი არის რომ მასში არის ჩაკირული დედისერთა ზურავი. ასევე ამბობენ იმასაც, რომ იმ კედლის ნაწილში, სადაც ზურაბი არის ჩაყოლებული, კვლავ მოედინება მისი დედის ანკარა ცრემლი. და რამდენად მართალია ეს, არ ვიცით. აი იქ ზემოთ კი ჩანს ამაღლების ტაძარი. ასევე, როდესაც სურამის ციხიდან გადავიხედებით, მოჩანს ერთ-ერთი ულამაზესი ტაძარი და ასევე წინ გადაიშლება ძალიან ლამაზი ხედი. სურამის ციხეში შიგნით არის სალოცავი, რომელიც ძალიან ძველია. აქ არის ასევე ძალიან ბევრი ხატი. იმენა მეფელომი ვარ. აი, შეგიძლია მას ჩამო. მართლა კი. ლაზარე დაინახავდა, რომ გარშემო არის ძალიან ბევრი ხვლიკი. ხო არ გეშინია ხვლიკების? არა, გააჩნია როგორ. ეს მიკროფონი არ მუშაობს და ამით ვიღებთ, მაგრამ კაი. როგორ მოგეწონა, როგორ შეაფასებ სურამის ციხეს? ლამაზია, ძველებური, ისტორიული, ლეგენდარული. ეხლასაც წავიდეთ. ეხლა გადავხვდეთ რაც არის, ეგ დავკარეთ. ვახ, შემი არა ძალიან დიდი გადასახადი. დღევანდელ ვიდეოში ჩვენ არ გვახლავს უახო, იმიტომ რომ ეშინია ხვლიკების. და როგორც ვიდეოში ნახავთ, ასევე სურამის ციხის კოჩი. ასევე სურამის ციხის. ხო. ღირსშესანიშნაობა? ხო. როცენჩია ეგ ღირსშესანიშნაობა? არა. ხო. ებარემ ცენტრში. სურამის ღირსშესანიშნაობა. დადებითი მხარე. ასევე ჩემთან ერთად უნდა გამოეწეროთ ჩემი ოპერატორის არხი, რომლის ლინკიც აღწერაში იქნება. ახლა კი მოდით დრონის კადრებზე გადავიდეთ.
მეგობრებო, ჩამოვედით სურამის ციხიდან. ძალიან ლამაზი იყო იქაურობა. ასევე იქ იყო ძალიან ბევრი ხვლიკი. და ეს არის მიზეზი, თუ რატომ არ არის დღევანდელ ვიდეოში ვახო. მაგრამ ასევე ჩვენ ვერ შევძელით სურამის ციხის თავზე, სადაც დროშა არის დამაგრებული იქ ასვლა. რადგან იქ ასასვლელი კიბეები მთლიანად დანგრეულია და ძალიან ძვირად დაგვიждდებოდა რომ გაგვერისკა. მეგობრებო, დღევანდელ ვიდეოში ჩემი ოპერატორი იყო იოა. მისი არხის ლინკი აღწერაში იქნება, ასევე შეგახსენებთ რომ ჩვენი არხის მიზანი 1000 გამომწერია. ამიტომ სწხოვნა იქნება რომ გამოიწეროთ არხი. და დღესთვის სულ ეს იყო. თუ მოგეწონათ ვიდეო და ლაიქეთ და მომავალ შეხვედრამდე.